პეტრაციხე დღემდე ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე რჩება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაცია ისტორიული ძეგლის რეგიონის მთავრობისთვის გადაცემის თაობაზე არჩილ ხაბაძე მარდა ადასტურა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩვენთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პეტრაციხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და აქვე დასცინა, რომ ის მომხრეა ძეგლის აჭარის მთავრობის დაუბრუნდეს, რადგან ცენტრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა პატრონობა ძნელია. არჩილ ხაბაძე აღნიშნავს, რომ სასურველია ის მეტად მოვლილი და ტურისტებისთვის მეტად მომხიბვლელი იყოს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გადმოცემის თაობაზე შესაბამისი ბრძანება არ მიუღიათ. პეტრას რაც შეეხება უკვე საქართველოს მთავრობა უკვე გადმოგცა, მაგრამ გადმოცემულია დოკუმენტაცია ჯერჯერობით ჩვენ მთავრობაში და ალბათ უახლოეს მომავალში გადმოგცემენ ჩვენ. პეტრაციხეს რაც შეეხება ჩემი ინფორმაციით ეს არის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ხონების გადაცემა გადმოცემასთან დაკავშირებით ყოველთვის უნდა იყოს არგუმენტირებული ეს უნდა ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოთხოვნა ბოლომდე არგუმენტირებული უნდა იყოს ჩვენ ვცდილობთ რომ ეს არგუმენტაცია იყოს სრული და ზუსტი ცენტრიდან რთულია ამ პეტრაციხის მოვლა პატრონობა და შენახვა ზოგადად და ეს ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ მაქსიმალურად გამოვიყენოთ როგორც ტურისტული დანიშნულებით ასევე სხვა ღონისძიებებიც ტარდება იქ